ისრაელში ტერორისტების სიკვდილით დასჯის კანონი მიიღეს. ირანის ომის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. სკანდალური სასამართლო პროცესები, მომხმარებლები სოციალურ მედიას უჩივია. არაბთა ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა, ვინ იყო ლორენს არაბი. ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში მოგიყვებით სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ამ კვირაში ქნესეტმა ერთი სადავო კანონი მიიღო, რომლის მიხედვით ისრაელის მკვიდრის მკვლელობაში ბრალდებული პალესტინელი სიკვდილით დაისჯება. გამოდის ისრაელის საკანონმდებლო ორგანომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა ოფიციალურად დააკანონა. ვამბობ ოფიციალურად, რადგან სიკვდილით დასჯა ისრაელში ტექნიკურად ყოველთვის არსებობდა, თუმცა ქვეყნის ისტორიის მანძილზე მხოლოდ ორჯერ იყო გამოყენებული. ერთ ასეთ შემთხვევას 1962 წელს ჰქონდა ადგილი, როცა ნაცისტის სამხედრო დამნაშავე ჰოლოკოსტის არქიტექტორი ადოლფ აიხმანის სიკვდილით დასაჯეს. იმის შემდეგ მსგავსი რამ არასოდეს არ მომხდარა. კანონის მიღებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. თავად ქნესეთში კანონის მიღებას 12 საათიანი კამათი უძღოდა წინ. ამ ახალი კანონის სულის ჩამდგმელი ულტრამემარჯვენე პარტია და მისი ლიდერი იტამარ ბენ-გვირი გახლავთ. ასეთი კანონის მიღება ულტრამემარჯვენეთა დიდი ხნის ოცნება იყო, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ ეწინააღმდეგებოდა მას. ახლა პრემიერმა საკითხზე აზრი შეიცვალა და ულტრამემარჯვენეებს დაუჭირა მხარი. ბოლოს 62 ხმით 48 წინააღმდეგ ქნესეთმა კანონი მიიღო. უფლება დამცველებმა ისრაელშიც და დანარჩენ მსოფლიოშიც კანონი მწვავედ გააკრიტიკეს. ინგლისმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ კანონმა შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ისრაელის ერთგულებას დემოკრატიული პრინციპების მიმართ. პალესტინის ხელისუფლებამ, რომელიც დასავლეთ სანაპიროს მართავს, კანონი დაგმო და განაცხადა, რომ ამ კანონის მიზანი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე სიკვდილით დასჯის ლეგიტიმაციაა. ისრაელის სამოქალაქო უფლებების ასოციაციამ ქვეყნის უზენაეს სასამართლოში პეტიცია შეიტანა, რომლითაც კანონის გაუქმება მოითხოვა. კანონი არაკონსტიტუციურია. გაეროს ექსპერტთა ჯგუფისა და ჩვენი ექსპერტების აზრით ის შეიცავს ტერორიზმის ბუნდოვან განმარტებებს, რამაც შეიძლება სიკვდილით დასჯის დაწესება გამოიწვიოს ისეთი ქმედებებისთვის, რომელიც თავისთავად არ არის ტერორისტული, განაცხადა ასოციაციის ერთ-ერთმა წევრმა. ბენ-გვირმა და მისმა პარტიამ კი შამპანურის ბოთლი გახსნეს და კანონის მიღება იზეიმეს. ეს სამართლიანი დღეა მსხვერპლთათვის, განაცხადა ბენ-გვირმა და შეკავების დღე ჩვენი მტრებისთვის. ვინც ტერორიზმის მხარესაა, სიკვდილს ირჩევს. ბენ-გვირმა კანონის მიღება 7 ოქტომბრის ტერორისტული აქტის დროს დაღუპულებს და მათ ოჯახებს მიუძღვნა. როგორც ბოლო სოციალური გამოკითხვა ადასტურებს, ისრაელის მოსახლეობის 70% ახალ კანონს მხარს უჭერს. ფაქტობრივად, კანონს 100%-იანი მხარდაჭერა აქვს ტერაქტებში დაღუპულთა ახლობლებში. მათი აზრით, ახლა პალესტინელი ტერორისტი 1000-ჯერ დაფიქრდება, ვიდრე ტერაქტზე წავა. კანონის სასარგებლოდ ერთ-ერთი ცენტრალური არგუმენტი მბრუნავი კარის ფენომენია. 10 წლეულების განმავლობაში ისრაელი მსჯავრდებულ ტერორისტებს გაცვლითი გარიგებების გზით ათავისუფლებდა. გაცვლის მასშტაბები კი უზარმაზარია. სწორედ აქ კონკრეტდება კანონის მომხრეთა ლოგიკა. ტერორისტი არ შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც სავაჭრო საგანი. მისი გათავისუფლება ან მძევლად გაცვლა არ შეიძლება მოხდეს საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ. ასეთია მათი არგუმენტი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კანონის კრიტიკოსები არა მხოლოდ ისრაელის ადამიანთა უფლებების დამცველები, არამედ ისრაელის სამხედრო და დაზვერვის სპეციალისტებიც არიან. ადამიანთა უფლებების დამცველების აზრით ეს კანონი ფაქტობრივად მხოლოდ
პალესტინელებს სჯის და არა ისრაელის სხვა მოქალაქეებს. თეორიულად კანონი შეიძლება ისრაელის მოქალაქეებზეც გავრცელდეს, თუმცა პრაქტიკაში ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სიკვდილი დასჯა მხოლოდ იმ შემთხვევებშია გათვალისწინებული, როცა თავდასხმის მიზანი ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უარყოფა არის. ისრაელში გასამართლებული პატიმრებისთვის სიკვდილი დასჯა შეიძლება სამუდამო პატიმრობით შეიცვალოს. კანონის კრიტიკოსი დაზვერვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სიკვდილი დასჯილი ტერორისტი პალესტინაში შესაძლოა აღიარონ როგორც წამებული, რამაც არ არის გამორიცხული რადიკალიზაცია გამოიწვევს. სწორედ ამიტომ იყო, რომ ისრაელის სადაზვერვო სამსახურები მუდამ ითვალისწინებენ ამ არგუმენტს და საჯაროდ სიკვდილი დასჯის ნაცვლად ოპერაციების დროს მკვლელობებს ამჯობინებდნენ. ახლად მიღებული კანონი ამ პრაქტიკას ცვლის. ის სიკვდილი დასჯას ითვალისწინებს ყველასთვის, ვინც განზრახ გამოიწვევს ადამიანის სიკვდილს ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უარყოფის მიზნით. მოკლედ, ამ კანონის მიღება ისრაელის უსაფრთხოებისა და სამართლიანობისადმი მიდგომაში მნიშვნელოვან ცვლილებებს აღნიშნავს. სიკვდილი დასჯის, როგორც უკიდურესი ზომის ნაგულისხმე ვარიანტზე გადასვლა დანაშაულის შეკავებისკენ მიმართულ უფრო მკაცრ პოზიციას ასახავს. ირანში ომის სწრაფად დასრულების იმედი არ გამართლდა. თვეზე მეტია მხარეები ავიაციით, დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით უტევენ ერთმანეთს. ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტილია, რაც მსოფლიო ეკონომიკაზე თვალში საცემად უარყოფით გავლენას ახდენს. ომმა უკმაყოფილება გამოიწვია ამერიკის მოსახლეობაში და ცუდად იმოქმედა შტატების მოკავშირეებთან ურთიერთობაზე. ევროპაში ომის საკითხზე განხეთქილებაა. ზოგმა ევროპულმა ქვეყანამ მკვეთრად ანტიამერიკული პოლიტიკის გატარება დაიწყო. მაგალითად, ესპანეთმა ამერიკას თავიდანვე უარი უთხრა მისი სამხედრო ბაზების გამოყენებაზე და ბოლოს ამერიკის სამხედრო ავიაციას მთლიანად ჩაუკეტა საჰაერო სივრცე. საფრანგეთმაც დაგმო ეს ომი. გერმანიამ და იტალიამ დიპლომატიურ ხერხს მიმართა. ამერიკას სიტყვიერად კი დაუჭირა მხარი, მაგრამ საქმით არაფერს არ აკეთებს. ბრიტანეთის ცდილობს თავი დაიძვრინოს და ომში მონაწილეობა არ მიიღოს. ტრამპი ევროპასა და ნატოს ემუქრება და ულტიმატუმებს უყენებს. ირანის ომის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მთელი სპარსეთის ყურე. მართალია, სპარსეთის ყურის ქვეყნებს ზოგადად ირანის პოლიტიკა არ მოსწონდა, მაგრამ პირდაპირ კონფრონტაციაზე არ მიდიოდა. ახლა ეს ქვეყნები ომის პირველ ხაზზე აღმოჩნდა. ირანი გამუდმებით ბომბავს მათ ტერიტორიებს. დაზიანდა მათი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, მათ შორის წყლის გამტკნარების ქარხნები და ენერგეტიკული ობიექტები. მათ ზღაპრულად ნაშენებ ობიექტებსა და ნალოლიავებ ეკონომიკას დიდი ზიანი მიადგა, თუმცა ახლა მათ უკან დახევა აღარ შეუძლიათ და ტრამპს საქმის ბოლომდე მიყვანას თხოვენ, რადგან შუაგზაზე გაჩერება საფრთხე შეუქმნის სპარსეთის ყურის ქვეყნების განვითარების ახლანდელი მოდელის არსებობას. მეორე მხრივ, მათ ისრაელის ფაქტორის ეშინიათ. ღაზა სექტორში უკიდურესად არაპოპულარული ომის შემდეგ სპარსეთის ყურის არც ერთ ლიდერს არ სურს, რომ ისრაელის პოლიტიკის მხარდამჭერად აღიქვან. ამავდროულად, ომმა უსაფრთხოების საკითხებში სპარსეთის ყურის ქვეყნების ამერიკაზე მთლიანად დამოკიდებულება ნათელი გახადა. თავად ამერიკაში ომმა დიდი განხეთქილება გამოიწვია. პირველ რიგში განხეთქილება ამერიკის პოლიტიკურ სპექტრში გამოჩნდა. დემოკრატები ომს ეწინააღმდეგებიან და რესპუბლიკელებს უპირისპირდებიან. რესპუბლიკელები შეშინებულნი ჩანან, რადგან ომმა შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს მათ რეიტინგზე და წლის ბოლოს შუალედური არჩევნები წააგონ. ბოლო სოციალური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკის მოსახლეობის 70% ტრამპს არ ეთანხმება.
თვით ტრამპის ბანაკში იგრძნობა განხეთქილება. მაგას, ანუ ამერიკის განახლებული სიდიადის მომხრეებს არ მოსწონთ, რომ ტრამპმა ეს კონფლიქტი წამოიწყო, რადგან ისინი იზოლაციონისტური პოლიტიკის მომხრეები არიან. ომი კი მათ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ტრამპის პოლიტიკის მიმართ პროტესტის ნიშნად ამერიკის ეროვნული კონტრტერორიზმის ცენტრის დირექტორი ჯო კენტი თანამდებობიდან გადადგა. კენტი მაგას ცნობილი წევრია, სპეცდანიშნულების ყოფილი ოფიცერი, რომელიც ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა და ამ ომებს მწვავედ აკრიტიკებდა. კენტმა ტრამპს წინა წლების მისი პოზიცია გაახსენა, რომ ახლო აღმოსავლეთის ომი ხაფანგია, რომელიც ამერიკას პატრიოტების სიცოცხლეს ართმევს. კენტის გადადგომით მიყენებული ზიანის გამოსწორება ცნობილმა იზოლაციონისტმა ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა სცადა. მან ამერიკის პრეზიდენტი დაიცვა, მაგრამ მაგას ბანაკმა ვიცე-პრეზიდენტის ახსნა განმარტება არ მიიღო და პრეზიდენტის მიმართ ახალი ბრალდება წამოაყენა. მათი აზრით, ირანის ომში ტრამპი ისრაელმა და კერძოდ ნეტანიაჰუმ ჩაითრია. ომმა ამერიკაში მივიწყებული თემა ისრაელის გავლენა ამერიკაზე და ამერიკა-ისრაელის ურთიერთობის საკითხი ისევ წინა ხაზზე წამოსწია. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელ-ამერიკის ურთიერთობის გაფუჭება ნაკლებად სავარაუდოა, ფაქტია, რომ ამერიკის პოლიტიკაში მკაფიო ტენდენცია დემოკრატებსა და ახალგაზრდა ამერიკელებს შორის ისრაელის მხარდაჭერის შემცირება და რესპუბლიკურ პარტიაში განსხვავებული ხმების გაჩენა გამოიკვეთა. რამდენიმე დღის წინ ამერიკის ქალაქ ლოს-ანჯელესში სასამართლომ ისტორიული განაჩენი გამოიტანა. მეტა და YouTube დამნაშავედ სცნო. შეგახსენებთ, მედია გიგანტი მეტა Instagram-ს, Facebook-სა და WhatsApp-ს ფლობს. YouTube-ის მფლობელი კი Google-ი გახლავთ. სასამართლო პროცესი იანვარში დაიწყო. მომჩივანი ახალგაზრდა ამერიკელი ქალი იყო, რომელიც ამ მედია პლატფორმებს ბავშვობაში სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში სდებდა ბრალს. მისი თქმით, დამოკიდებულებამ მის ფსიქიურ ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა. გაუჩნდა სხეულის დისმორფული და ფსიქიური აშლილობა, რომელსაც ახასიათებს აკვიატებული იდეა, რომ საკუთარი სხეულის რომელიმე ნაწილი ან ზოგადად გარეგნობა უკიდურესად ნაკლოვანია და შესაბამისად ადამიანი ცდილობს ის დამალოს ან გამოასწოროს. სასამართლომ საჩივრის განხილვის დროს პირადად დაიბარა კომპანია მეტას ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი და Instagram-ის უფროსი ადამ მოსერი. მათ წინააღმდეგ ბრალდებები ორივე მოარყო, მაგრამ სასამართლომ ეს კომპანიები მაინც დამნაშავედ ცნო და კომპენსაციის სახით $3 მილიონი გადახდა დააკისრა. ამასთან კომპანიებმა დამატებით $3 მილიონი ოდენობის საჯარიმო სანქციებიც მიიღო. ეს არ არის არც პირველი და ალბათ არც უკანასკნელი სასამართლო სოცმედიის წინააღმდეგ. მანამდე მეტას წინააღმდეგ მსგავსი ვერდიქტი ნიუ-მექსიკოს შტატშიც გამოიტანეს, სადაც კომპანიას $375 მილიონი გადახდა არასრულწლოვანთა მიმართ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დაეკისრა. თავდაპირველად ახალგაზრდა ქალბატონი TikTok-სა და Snap-საც ედავებოდა, თუმცა აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელესთან მორიგება მათ სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოახერხეს. უფრო ადრე კალიფორნიის სასამართლომ ორი ამგვარი საქმე განიხილა. დავა ეხებოდა ფუნქციებს, რომელიც ინდუსტრიის სტანდარტებს წარმოადგენს. არხის უსასრულო გადახვევა, ვიდეოს ავტომატური გაშვება, რეკომენდაციების ალგორითმები, შეტყობინებები, რომელიც მომხმარებელს რეაგირებისკენ მოუწოდებს. მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ ეს ფუნქციები განზრახ ქმნის სოცმედიაზე დამოკიდებულებას და ზრდის აპლიკაციებში გატარებულ დროს. სასამართლომ აღიარა, რომ ეს ყველაფერი ზიანის მომტანია. რა თქმა უნდა,
სოციმედია გიგანტები განაჩენს არ ეთანხმებიან და სხვა ინსტანციებში ჩივიან. ადრე ტექნოლოგიური კომპანიები კომუნიკაციის შესახებ ამერიკული კანონის 230 მუხლს ეყრდნობოდნენ, რომელიც პლატფორმას კონტენტზე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა. ახალი სასამართლო გადაწყვეტილება კი პლატფორმების მექანიზმების წინააღმდეგ მიმართული დავების წამოწყებას მწვანე შუქს უნთებს. როგორც ჩანს, მსოფლიოში და კერძოდ ამერიკაში გაჩნდა სოციმედია გიგანტების წინააღმდეგ ჩივილის ტენდენცია, რასაც თამბაქოს კომპანიების წინააღმდეგ სარჩელებს ადარებენ. შედარება შემთხვევითი არ არის. შეგახსენებთ, რომ 1990-იან წლებში თამბაქოს კომპანიების წინააღმდეგ მასშტაბური სასამართლო პროცესები იმართებოდა. აღმოჩნდა, კომპანიებმა იცოდნენ, რომ მათი პროდუქცია მავნე იყო და დამოკიდებულებას იწვევდა, მაგრამ მაინც განაგრძობდნენ მის პოპულარიზაციას. მსგავსი რამ ხდება ახლაც. სასამართლოები სოციალურ მედიას მომხმარებლებისთვის ზიანის მომტან მოვლენად მიიჩნევენ. ახლო აღმოსავლეთს ისტორიულად და გეოგრაფიულად სამ ნაწილად ყოფენ ხოლმე. ლევანტი, ანუ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო, არაბეთის ნახევარკუნძული და ირანი. ლევანტი და არაბეთის ნახევარკუნძული მე-16 საუკუნიდან პირველ მსოფლიო ომამდე ოსმალების ხელში იყო. მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა ოსმალეთის იმპერიის დაისი დადგა, ოსმალების მიერ დაპყრობილ ქვეყნებში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობები დაიწყო. 1908 წლიდან ოსმალეთის იმპერიას სულთანთან ერთად დიქტატურული დაჯგუფება ახალგაზრდა თურქები მართავდა. ორგანიზაცია მკვეთრ ნაციონალისტურ პოლიტიკას ატარებდა, რამაც სხვა ერების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. სწორედ მაშინ ჩაისახა პან-არაბიზმის მოძრაობა, რომლის მიზანი არაბულენოვანი ერებისა და არაბული ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება იყო. პან-არაბიზმის იდეა მე-20 საუკუნის დასაწყისში პირველად მექას შერიფმა ჰუსეინ იბნ ალი ალ-ჰაშიმიმ წამოჭრა. მოძრაობა ფართოდ გავრცელდა, რომლის ლიდერები მექას შერიფი და მისი ორი შვილი ალი იბნ ჰუსეინი და ფეისალი გახდნენ. პირველი მსოფლიო ომი რომ დაიწყო, მოძრაობა გააქტიურდა. არაბებისთვის ეს ხელსაყრელი დრო იყო. ომში ოსმალეთმა გერმანიის მხარე დაიჭირა და ევროპაში, ბალკანეთს, კავკასიაში კი რუსეთს შეუტია. ოსმალების ომში ჩაბმით არაბებმა ისარგებლეს და აქტიურად შეუდგნენ ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობას, მაგრამ მათ სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდათ და შეიარაღებაც აკლდათ. ამიტომ მექას შერიფმა დახმარებისთვის ინგლისელები იხმო. ახლო აღმოსავლეთი ყოველთვის იყო ბრიტანეთის ინტერესის საგანი, ამიტომ არაბებთან ალიანსის შესაძლებლობა, რომლებიც თურქებთან იყვნენ დაპირისპირებულნი, ბრიტანელებმა სიხარულით მიიღეს. ამ მოლაპარაკების დროს სცენაზე ორი ინგლისელი გამოჩნდა: გენერალი ედმუნდ ალენბაი და ოფიცერი თომას ედვარდ ლორენსი. ბრიტანეთის ხელმძღვანელობამ არაბების დახმარება მათ ჩააბარა. თომას ედვარდ ლორენსი იმ დროს გამოჩენილ ინტელექტუალად იყო მიჩნეული. ახალგაზრდობიდან არქეოლოგიითა და არაბისტიკით იყო გატაცებული. ორივე დარგში ოქსფორდის უნივერსიტეტის განათლება მიიღო და ახლო აღმოსავლეთში წავიდა სამოგზაუროდ. მალე ახალგაზრდა ლორენსი ბრიტანეთის არმიის ოფიცერი გახდა, რადგან თავისუფლად ფლობდა არაბულ ენას და კარგად იცოდა მათი ადათ-წესები. გენერალმა ალენბაიმ იგი ფეისალისა და მისი არმიის მრჩეველად დანიშნა. ფეისალის ეგრეთ წოდებული არმია 50,000 არაბი ბედუინისგან შედგებოდა. აქედან ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ 10,000 მებრძოლს ჰქონდა. 1916 წლის 8 ივნისს მექას შერიფის შვილმა ფეისალ ჰუსეინმა ოსმალების წინააღმდეგ სამხედრო აჯანყება მოაწყო, მაგრამ მალევე დამარცხდა. მაშინ ლორენსმა ფეისალს ბრძოლის ტაქტიკის შეცვლა ურჩია. კერძოდ ლორენსმა ფეისალს
პარტიზანულ ომზე გადასვლა და დივერსიების მოწყობა შესთავაზა. გეგმამ გაამართლა. არაბები თავს ესხმოდნენ და ანადგურებდნენ ნაკლებად შეიარაღებულ ოსმალთა რაზმებს. აჯანყებულებმა ჰიჯაზის რკინიგზაზე დივერსიების მოწყობა დაიწყეს. 1300 კილომეტრიანი რკინიგზა, რომელიც დამასკოს მექასთან აკავშირებდა, ოსმალეთის იმპერიის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერია იყო და არაბთა დივერსიები ოსმალეთის გენერალიტეტს საგონებელში აგდებდა, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევდა. რკინიგზის შესაკეთებლად და უსაფრთხოების დასაცავად თურქები დიდ ფულს ხარჯავდნენ, მაგრამ რკინიგზის სიგრძისა და უდაბნოს მკაცრი პირობების გამო მათი გარჯა და ხარჯი არაეფექტური იყო. 1917 წელს ფეისალს ბედუინების ერთ-ერთი შეიხი აუდა იბუ თაი შეუერთდა, რომელსაც შედარებით პატარა, მაგრამ გამოცდილი არმია ჰყავდა. მათ შეერთებული ძალით შეუტიეს იორდანიის საპორტო ქალაქ აკაბას. არაბებს ზღვიდან ბრიტანეთის ფლოტი ეხმარებოდა. 6 ივლისს სასტიკი ბრძოლის შემდეგ ქალაქი არაბებმა აიღეს. ეს იყო ოსმალების პირველი სერიოზული მარცხი. წარმატებამ არაბებს გამარჯვების რწმენა მისცა. მათ მამაცურად განაგრძეს თავიანთი მიწის ოსმალებისგან გათავისუფლება. ფეისალის არმიამ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი მაანი აიღო. 1918 წელს თურქებმა არაბი მოსახლეობის დასჯის მიზნით ქალაქ ტაფასში ხოცვა ჟლეტა მოაწყეს. როცა ფეისალი და ლორენსი მებრძოლებთან ერთად ქალაქში შევიდნენ, იქ საზარელი სურათი დახვდათ. მთელი ქალაქი სისხლში სურავდა. 1918 წლის სექტემბრის ბოლოს ოსმალეთის დემორალიზებული არმია ყველა ფრონტზე უკან იხევდა ან ნებდებოდა. 3 სექტემბერს ფეისალის არმია დამასკოს მიუახლოვდა და უბრძოლველად აიღო. ოსმალები გაიქცნენ. მოსახლეობა გამათავისუფლებლებს ზარზე იმით შეხვდა. წლის ბოლოს გენერალ ალენბაის მეთაურობით ბრიტანეთისა და ფეისალის არმიამ ერთად ოსმალებისგან პალესტინა, ტრანსიორდანია, ლიბანი, არაბეთის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი და სამხრეთ სირია გაათავისუფლა. ფეისალის არმიას ყველგან ლორენსი ედგა გვერდით. მამაცობისთვის მას ლორენს არაბი უწოდეს. ოსმალების დამარცხებამ არაბებში ილუზია გააჩინა, რომ დიდი ბრიტანეთი ჰუსეინისადმი მიცემულ დაპირებას შეასრულებდა. ამასობაში ჰუსეინ იბნ ალი ალ-ჰაშიმიმ თავი მეფედ გამოაცხადა და თქვა, რომ ოსმალეთის იმპერიის ყველა ყოფილ არაბულ პროვინციას მისი მმართველობის ქვეშ გააერთიანებდა, მაგრამ ბრიტანეთი არ აპირებდა არაბებისთვის დამოუკიდებლობის მიცემას. ბრიტანეთის მაშინდელმა მთავრობამ ჯერ კიდევ არაბების გამარჯვებამდე ახლო აღმოსავლეთის საკითხზე საფრანგეთის მთავრობასთან დაიწყო საიდუმლო მოლაპარაკება, რომელიც საიქს-პიკოს შეთანხმებით დაგვირგვინდა. ამ შეთანხმებით საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ახლო აღმოსავლეთში გავლენის სფეროები გაინაწილეს. მეორე მხრივ არაბთა გაერთიანებას თავად არაბები უშლიდნენ ხელს. საქმე იმაში გახდათ, რომ სხვა შეიხებს არ სურდათ ჰუსეინ ალ-ჰაშიმის მეფობა. ბრიტანეთის მუხანათურმა ქცევამ ლორენს არაბი დიდად დააფიქრა. მას არაბები იმდენად შეუყვარდა, რომ მათი თავისუფლება ცხოვრების მიზნად გაიხადა. პროტესტის ნიშნად ლორენსმა უარი თქვა ბრიტანეთის რაინდის წოდებაზე და ფეისალის თანაშემწედ დარჩა. მოგვიანებით მისი დიპლომატიური ნიჭი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გაბრწყინდა, რომელსაც ფეისალთან ერთად ესწრებოდა. 1919 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენცია ტერიტორიებისა და გავლენების გადასანაწილებლად პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა მოკავშირე სახელმწიფოებმა მოიწვია. კონფერენცია არაბებისთვის წარუმატებლად დამთავრდა, რადგან მათ უარი თქვეს ბრიტანეთისა და საფრანგეთის გავლენაზე. მოგვიანებით ფეისალმა საფრანგეთის მთავრობასთან ხელშეკრულება დადო, რომლის მიხედვით საფრანგეთმა ფეისალი დამოუკიდებელი სირიის მეთაურად აღიარა. გარდა ამისა, იგი საფრანგეთის ინტერესებისა და საფრანგეთის მანდატის ქვეშ მყოფი ლიბანის
დამოუკიდებლობის დასაცავად პირობასაც დებდა. 1933 წელს ფეისალი გარდაიცვალა. ლორენსი კი ინგლისში დაბრუნდა. 1935 წელს ლორენს არაბი საგზაო კატასტროფაში დაიღუპა. რაც შეეხება არაბეთის გაერთიანებას, არაბებს შორის დღემდე ამ საკითხში კონსენსუსი არ არსებობს. ამჯერად ასე დავასრულებ, მადლობა ყურადღებისთვის, მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.